შემოგვიერთდა წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. მშვიდობის მამა ლევან, ტრადიციულად პარასკევ დღეს ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ საკვირაო სახარების განმარტების შესახებ და რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს რას აიკითხავს კვირას წირვაზე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. პირველ რიგში შევახსენოთ, რომ ყოველთვის ნებისმიერ ლიტურგიისთვის სახარება არაშემთხვევითი ამონარიდი არამედ იმ სახურების გაუმხატველი, რამდენადაც დიდი მარხვა კონკრეტული შემაგონებელი სწავლებითობით არის განსაზღვრული ეტაპობრივად საფეხურ მოვდივართ. მეტადრე ამისთვის განსაზღვრულია, შერჩეულია. ალბათ ჯერ წავიკითხოთ და შემდეგ განმარტოთ, რატომ არის მაინც ეს ამონარიდი, რომელიც საინტერესო სპეციფიკით არის შერჩეული. არგოზის სახარებიდან მე-9 თავია, მე-17-31 მუხლები. მას ჟამსა შინა მივინმე უგო მას ერთმან მის ერისაგანმა და რქვა მოძღვარ მოიყვანე ძე ჩემი შენ და რომლისათანა სული უტყვებისა, სადაცა დააპყრას იგი დააკვეთის და პეროინ და იღრეჭი კბილთა და განხმები და უთხარ მოწაფეთა შენთა რაითამცა განკურნეს და ვერ შეუძლეს. მიუგო იესო და რქვა, ჰოი ნათესავი ურწმუნო, ვიდრემდის ვიყო თქვენთანა, ვიდრემდე თავს ვიდევდის თქვენსა. მომგვარეთ მე იგი აქა და მოჰგვარეს იგი მას და იხილა რა იგი მეხსეულად, სულმან არაწმიდანმა დააკვეთა იგი და დარაეცა ქვეყანასა გორვიდა და პეროოდა. და ჰკითხა იესო მამასა მისა, რაოდენ ჟამი არს, ვინაიდან შეემთხვა ესე, ხოლო მან რქვა სიყრმითგან და მრავალგზის ცეცხლსა დააგდო წყალსა, რაითამცა წარწმიდა იგი, არამედ რაითა ძალგით შემეწიე ჩვენ, უფალ და წყალობა ხავ ჩვენთვის. ხოლო იესო რქვა მას, უკეთო ძალგით რწმუნებად ყოველივე შესაძლებლო არის მორწმუნისა და მეხსეულად ხმაყო მამამან მის ყრმისამან და რქვა ცრემლით მრწამს შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. დავით არცა იხილა იესო, რამე თუ შეკრებოდა ერი მისსა და შერისხა სულსა მას უტყვსა და ყრუსა სულსა მე გიბრძანებ შენ, განვედ მაგისა და ნურღარა შეხვალ მაგისა. დაიყო და ღაღატყო და ფრიად გორვიდა, განვიდა მისგან და იქნა ვითარცა მკვდარი. ვითარმედ მრავალი იტყოდესცა, ვითარმედ მოკვდა. ხოლო იესო უპყრახელი და აღადგინა იგი და აღდგა. დავით არცა შევიდა იესოს სახით მოწაფეთა მისთათვისაგან, ჰკითხეს მას, რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლებთ განძებად მას. ხოლო თავად მან რქვა მათ, ესე ნათესავი ვერ შეძლებულა არის განსვლად, გარნალოცვთა და მარხვითა. და მიერ განვიდეს და წარმოვიდეს გალილეასა და არა უნდა რაითამცა აგზნა ვინ და რამე თუ ასწავებდა მოწაფეთათვისა და ეტყოდა მათ, რამე თუ ძეკაცისა მიეცემის ხელთა კაცასა და მოჰკლან იგი მურა იაკვდეს მესამე დღესა აღდგეს. თვითონ სახარებას განმარტების მიხედვით რამდენიმე მიმართულება აქვს და ერთი რომელიც თქვა თვითონ მაცხოვრის მოქმედებას ახსნის, ხოლო მეორე ნაწილი ეს არის ჩვენ დამომართებაში რაში გამოუხატველია, რის გაუმხატველია, რის გადმომცემია, ჩვენთვის რა იგულისხმება. იმიტომ რომ აქ არ არის თხრობა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში, რომ ქრისტემძლეველია, რა მოიმოქმედა, როგორი თანადგომა გამოხატა, არამედ ყოველი მოქმედება, ყოველი თხრობა, ყოველ მოციქულ, 4-ვე მოციქულს შერჩეული აქვს ჩვენ და პარალელურად. ჩვენ ბევრჯერ აღნიშნავს, არის ასეთი რამ, რომ ყოველმა ადამიანმა თუ თავისი სამყარო, თუ თავის გარშემო სამყაროში უნდა ნახოს ის ნაწილი სულიერად თვითონ თუ მის გარშემო სამყარო რა მდგომარეობაში იყოფება და შეიძლება ეს პარალელი გაავლოს თუ ეშმაკეულში, თუ მეძავში, თუ ვაჭარში, თუ ფარისეველში, მეზვერეში, მოციქულში, კანანელში თუ ასე შემდეგ. და ყოველთვის ამ კუთხით უნდა შევხედოთ და ამით არის აგულისხმო. ახლა საინტერესო რამ არის, რომ მომდევნო კვირას არის ხსენება იოანეს სინელის სათნოებათა კიბისა. ჩვენ გავიარეთ მთელი რიგი რამ და დროში რომ ჩავედიოთ, ამიტომ აღარ შევყონდებით, მაგრამ კითხვა ჩდება. თუ კი ღირსი მამა, რომელიც სათნოებებს აღწერს, რატომ არ არის სახარება, რა თქმა უნდა, ისიც იკითხება, მაგრამ აქცენტი რატომ არ არის გაკეთებული ლუკას სახარებაზე, რომელშიც თქვა ნეტარებებზეა საუბარი, 9 ნეტარების გარკვეული სხვა ვერსია, არამედ ეს საკითხია შერჩეული და რა კავშირშია ეშმაკეული. აქ არის საკითხი ესე, ჩვენთან პარალელურად იმასაც განმარტოთ და თან ჩვენ და რატომ არის გადმოტანილი.
ვინ არის ეშმაკეული? ეშმაკეული ეს არის ნებადაკარგული ადამიანი და აქვე განსაზღვროთ, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ფსიქიურად დაავადებული ადამიანი და შეპყრობილი ადამიანი, ორივეისთვის დამახასიათო არის ნებადაკარგულობა და ერთი რამდენადაც უხუმერთობისგან გამოწვეული მიზეზია და შეიპყრობს და დაართმევს მის ნებას, ხოლო მეორე ამ შემთხვევაში გარკვეული ცხოვრებისეული მომენტები, რის გამოც მან გონებრივი ფიზიოლოგიური ზიანი მიიღო და მას არ შეუძლია საკუთარი ქცევა აკონტროლოს და მისი მოქმედება არ არის ადეკვატური. თუმცა სიმპტომურად ძალიან გავს და არც ერთმა ჩვენგანმა თუ პირველ რიგში პაციენტმა თავისუფლება არ უნდა მისცეს, რომ კონკრეტული დიაგნოზი თვითონ დასვას, მით უმეტეს ჭირისუფლებმა და ამ დროს თვითგამოსტილი მღვდელსახური და გამოსტილი ფსიქოთერაპევტიც ძალიან ფაქიზად უნდა შემიუდგეს ხანგრძლივი დაკვირვებით თუ რომელია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეპყრობითობამ გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადება, აი თუნდაც აქ ჩანს, რომ როდესაც გადის, რომ არა მაცხოვრის მოქმედება შეიძლება მომკვდარიყო ეს ბავშვი. აქ სრული დაცემა ხდება და მაცხოვრის მიერ ხდება მის წამოყენება და გონებაზე მოყვანა. შესაძლებელია ეს პროცესი ერთმანეთში გარდამავალი იყოს, მაგრამ ამით ჩვენ დიაგნოზი დავსვათ და არასწორი კურნალობით უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ ან ერთ ან მეორე ნაწილს. ამაზე კეთრი თავშეკავება გვმართებს. ხა დავუბრუნდეთ ჩვენ თემას, რომ რა კავშირშია. სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ სათნოება და კიბეზე გვხვდება ასეთი რამ, მარხვის პროცესი და სახარების აი ეს ამონარიდით სწორედ ამ სიტყვაზე აქცენტირებით მთავრდება. ხშირად ადამიანები კითხვას სვამენ, რა საჭიროა საერთოდ მარხვა? რას წარმოადგენს? ხომ არ არის ეს აკრძალვითი ფორმები, ჩვენი უფლებების წართმევა, ჩემი ნების წინააღმდეგ სულა? აი სწორედ საკუთარი ნების დაკარგვა არის ეშმაკეულობის გამოხატვა და როდესაც ადამიანი ღმერთს განეშორება, მას ეს მდგომარეობა ეუფლება. მის მარხვის მნიშვნელობა, მარხვის შედეგი რამდენად აქტიურია ჩვენ ცხოვრებაში, თავად განკაცებულმა მაცხოვრებმა ამის მაგალითი მოგცა. მას რო შევხედოთ, არა მიზეზი არ ჰქონდა, რომ ემარხულა, მაგრამ თავისი მოღვაწეობის საწყისში სარბილში, ნათლისღების შემდგომ, სწორედ ის განეშორება ქვეყანას, განმარტოებით უდაბნოში ცხოვრობს 40 დღე მარხულობს და თუ კი ის მარხვით ამუშაკებს თავის კაცობრიულ ბუნებას, რაღაცა ვთქვათ ჩვენ, სადაც ადამიანური მაცხოვრის განკაცებული ადამიანური ბუნება განხრთობილი იყო და ყოვლითუდ ბრძენი იყო, მას არა წვრთნა არ ჭირდებოდა არც თუ გონების, არც თუ რამის და მით უმეტეს გავითვალისწინოთ, რომ მაცხოვრის ბუნება ეს არ იყო ათლეტი სპორტსმენის რაღაც მოსაგრეს ცხოვრება, ეს იყო ჩვეულებრივი სულიერი ადამიანი, ფიზიკურად საკმაოდ სუსტი, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არ იყო გამორჩეული ესეთი რაღაც ასპარეზობისთვის თვალსაჩინო, მაგრამ თვით ასეთი ადამიანი გვაჩვენებს, განხლობილი ადამიანი გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. და აი როდესაც ჩვენ ამას დაუბრუნდეთ ამ საკითხს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ თვით მაცხოვარი მარხულობს, აქ ხდება ნების მოპოვება. სამგზის გამოსაში გავიხსენოთ, ხომ? სწორედ ცნობიერი ადგილის წარმართვა ხდება, რომ იქ სიხარბეს, პატივმოყვარეობას, დიდების მოყვარეობას და ღვთისადმი ცნობიერ ადრესად დაუკარგავ მოქმედებას აქ ადგილი. აი აქაც როცა მოციქულები მიდიან დასკვნაში დაუბრუნდებით, რატომ ვერ შეძლეს ამისი დაძლევა, ხაზგასმით მაცხოვარი ამბობს, ლოცვა მარხვა, ანუ შინაგანი მოღვაწეობითი მხარე. და თუ როდესაც დღეს თავისუფალ ნებაზე საუბრობენ ადამიანები, პასუხი არის ასეთი: ღმერთთან ურთიერთობა, საღვთო-ცნებებით აღჭურვილობა, ცალსახად თავისუფალი ნების მბოძებელი და გამომხატველია და დაშორება პირიქით უკიდურესი ფორმის გამომხატველი. ყოფილა ესეთი შემთხვევები თვით უღმერთობის ხანაში, როდესაც ერთ-ერთ ტაძარში, საქართველოში არა, ჯერ კიდევ ერთ-ერთ მონასტერში გრძელდებოდა ეს ადრეული წლები არის 20-იანი წლები, გრძელდებოდა კვეთებულის, ანუ შეპყრობილისგან განთავისუფლების მსახურება, უღმერთო ნისეირი საყურებლად მიდიოდნენ და ერთ-ერთი უღმერთო
უცებ თვითონ იწყებს იგივე მოქმედების გამოხატვას დაეცა გულწასული და მას წაიყვანენ. ზუსტად აი როგორც აქ არის აღწერილი ხროტინი და დუჟის გადმოსვლა და ასე შემდეგ და მუდელსახურმა სადმე ყავთ ზუსტად მასაც ეს ჭირსო. ანუ ქონდა ეს მდგომარეობა, როდესაც მსახურება ახსულდა, მისგან განსვლის პროცესი დაიწყო. მის ორგანიზმთან გასვლის პროცესი დაიწყო და ამან განაპირობა სწორედ მისი დაცემა. ნუ მაშინ ეს არ გაიყვანეს, მაგრამ ჩვენი სასაუბრო თემა რა არის, რომ თვით სკეპტიკურად განწყობილთათვის ეს პრაქტიკული სინამდვილე არის, მოცემულობა არის, ეხლა ეს რადიკალური ფორმა ამ შემთხვევაში გამოხატავს ადამიანის ნება-წართმეულობას, მაგრამ ჩვენ თავარი ის ვიცოდეთ, რომ თუნდაც ის დამწყები ახალგაზრდა, ან ახალგაზრდა, რომელიც შორიდან დაინტერესებულია და კითხვას სვამს, მან იცოდეს, რომ ღმერთთან ერთობა და მის მიერ მოწოდებული ეს მოქმედება აუცილებელი არა მისი ნების წამრთმეველია, არამედ პირიქით თავისუფალი ნების მომცემელია. თუნდაც პარალელი გადავიტანოთ, როდესაც ადამიანი რაიმეში იწვრთნება სიმღერაში, სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, ცეკვაში თუ რამ, მას თავისი ცხოვრების განრიგის შეცვლა უწევს, ასე ვთქვათ, დროებითაც მისი ნების საწინააღმდეგო სვლა და უწევს გარკვეული დიეტა განრიგის, რომ მისი ყელი, მისი სხეულის აღნაგობა, მზაობა არ დაირღვეს და მან შეძლოს ამა თუ იმ მოძრაობის თუ ბგერის აღსრულება და მისთვის ეს აუცილებელია და სინამდვილეში მისი წარმატობის და მისი უნარის გამოღვიძებელია რაღაც მომენტში თავიდან წინააღმდეგობა შემკურშველი, ასევეა ქრისტიანობაში. თუ კი რაღაც მომენტში ჩვენი ცვალებადი ნებასურვილის წინააღმდეგ მივყავართ, გამოხატველია მარხვა, სინამდვილეში ის სულიერ თავისუფლების და საკუთარი თავისუფალი ნების პოვნებელია, მოძებელია. ეს აუცილებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანის ცხოვრებაში დრიება ხომ ეს მომენტი, როდესაც აუცილებელია რომ შეიცვალოს რაღაც ცხოვრებისეული სტილი სულიერი ცხოვრების შემთხვევაშიც. თუნდაც მაცხოვრის მაგალითი გავხსენოთ, ჩვენ ბოლო დღეები ნების კვირაში, როდესაც ჩვენ ამას გავიხსენებთ აღვასრულებთ, იქ ხო ესეთი მკვეთრად გამოხატული მაცხოვარი ფაქტიურად არსად არ ჩანს, რომ იკვებება და განსაკუთრებით ლოცვას არის მიცემული, რომ მისი ოფლი ცვარად დაყრილი სისხლის დენას დაუფიქს კავშირდა. ანუ მძაფრი იყო მისი ლოცვა, მისი ის არადა ის უნდა შემზადებულიყო მეტად ფიზიკურად დამტვირთველი და ფსიქოლოგიურად დამტვირთველი პროცესისთვის. ეს საკმაოდ აღწერილიც არის თუ როგორია ადამიანი ამ დროს, როცა იცის სიკვდილმისჯილი ადამიანი რას განიცდის და როგორი ტიპის ჰორმონები, რა ტიპის ნივთიერებები გამოიყოფა. ეს ცნობილი აღწერილია ეხლა ჯორჯ საუკუნეს ამაზე საუბარი და აი ამ დროს მაცხოვარი არა თუ თქვათ რაიმეთი ფიზიკურით თავს განიმხნევებს, არამედ სწორედ სულიერი პროცესით ემზადება და მარხვა ცნობიერად ლოცვით არის მისწრაფებული და ამისთვის ზაობს. თვითონ მოციქულებსაც ამას მოუწოდებს, სამგზის მიდის, სამგზის აფხიზლებს. ანუ თუ კი მაცხოვარი თავის ცხოვრების ბოლო წამამდე, ბოლო წუთამდე ამას ცდილობდა და თუნდაც ლოცვითამდავრებს ჯვარზე, ხო, ღმერთის მიმართვით, ზუსტად ჩვენ შემთხვევაშიც ეს გვმართებს. ეს თელი ცხოვრების თანამდები გზა არის, მაგრამ ადამიანი, ვინც გამოსტილი ქრისტიანია და ვინც გულდასმით, არა უბრალოდ თქვათ რაციონალურიდან ესეთი ჭამა-არჭამით, ან გამოხატველი ნიშნებით, ან თქვათ რაღაც გარეგნული თვისებებით არ ახდენს, არამედ ცნობიერად იყენებს იმ მარხვის ნიშნებს, ის ხედავს გზადაგზა როგორ თავისუფლდება. ასე ვთქვათ, ხატოვანი გამონათქვამი არის, რომ მიქელანჯელო არა ყვეთავდა, ქანდაკებდა, არამედ ლოდის ზედნადებისგან ანთავისუფლებდა ქანდაკებას და მართლა ისეთი თვისება ჰქონდა, რომ არა სილუეტურად ნელ-ნელა გამოყვეთავდა და მერე თქვათ აკონკრეტებდა, არამედ იწყებდა ერთი დეტალიდან, თქვათ თითიდან ან ფეხიდან, ასე შემდეგ, თუნდაც დავითი ფეხიდან დაიწყო და ბოლომდე აყვა დაამთავრა, ანუ ზედნადებისგან ანთავისუფლებდა ჩვენშიც საღვთო-ცნებებში წვრთნა ღმერთთან ცნობიერად მიმართვა, რასაც ჩვენ თუნდაც ლოცვას ვეძახით კიდე, ანუ მარხვა და ლოცვა ცხოვრებისეული ზედნადებისგან გამათავისუფლებელი ხდება და არა თქვათ რაიმე ბორკილების მოცემისა. დღევანდელ დღეს რატომ უჭირს მამლევან ადამიანს რომ
მიხვეს უფლის ცნებებს და იაროს მისკენ სავალ გზაზე იცხოვროს სწორად. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საშუალება იმისათვის, რომ გავიცნოთ უფალი, ხომ წავიკითხოთ სახარება, ხელმისაწვდომია ყველანაირი ინფორმაცია, ხელმისაწვდომია ის, რომ ლამის ყოველ სახლთან არის ტაძარი აგებული, მრავლად არის მოძღვარი და მოძღვრები და შესაბამისად თავისუფლად შეგვიძლია რომ მივმართოთ ნებისმიერ ტაძრის მოძღვარს, ნებისმიერ ტაძარში მივიდეთ, თქვათ ნებისმიერ საეკლესიო მაღაზიაში შევიდეთ, შევიძინოთ ეს სასულიერო ლიტერატურა ხომ და გავეცნოთ, შევიმეცნოთ უფრო მეტი იმ წმინდანების შესახებ, რომლებაც სიცოცხლე შესწირეს ხომ. ჩვენ რატომ გვიჭირს დღევანდელობაში, მაშინ როდესაც არ ვართ ამ ინფორმაციულ ვაკუუმში, ტელევიზიის მეშვეობითაც, რადიოს მეშვეობითაც, ქადაგებით და ასე შემდგომ ვაწვდით ამ ინფორმაციას ხომ? რა შეხედავთ თქვენ პრობლემას? ესე შევხედოთ, აქ არის ისევ პიროვნულობაზე, გადის ეს ყველაფერი პიროვნება, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელსაც ამა თუ იმ მიმართულებით წვრთნა უნდა თუ უნდა ან არ უნდა, თუნდაც მშობლების ძალისხმევა ხოლმე საჭირო როა სკოლაში ვიღაცა წარმატებით მიდის, ვიღაცა არ მიდის, ელემენტარულად ამა თუ იმ უნარებზე სიმღერა იქნება საყვარელი თუ სპორტის სახეობა მას სურს თუ არ სურს, ესე პირადი ნება არის და მშობლებს ძალისხმევა ჭირდებათ. ეხლა ეკლესია ძალისხმეველი ვერ გამოდგება და ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების დინამიკას ქმნის, რომელთაც იმ ძაბრში როგორმე მოხვდეთ, მაგრამ დანარჩენი ჩვენს ნებაზე არ მოქმედებს. პირადი არჩევანია და ხედვაშია ისევ პრიორიტეტად რამდენად ხედავს, რამდენად სურს. იმიტომ რომ ადამიანის ბუნება მეტად ცვალებადია და თქვათ რასაც დღეს არჩევანად აქცევს ბაირაღად, ხოლ შეიძლება მის საწინააღმდეგო თვითონ აქტიური მებრძოლი გახდეს და მე ასე ვკვლავ. ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად მოძებნის ეს მის ერთია რომ თქვათ საწყის ეტაპზე რამდენად ვასწავლით და ამ დინამიკაში მოვაქცევთ ერთგვარ კალაპოტში და სწორ მიმართულებას შეუძენთ და შეიძლება მან კალაპოტი შეიცვალოს თავის სასარგებლოთან განამშვენოს და უფრო მრავალფეროვანი გახადოს, როგორც თქვათ ნილოსის დელტა გვაქვს, მაგრამ შეიძლება ადამიანს ერთ ამოვარდეს, უმართავი გახდეს და სადღაც უდაბნოში ჩაიკარგოს, გონია რომ რიხით მიდის, ამ დროს ჩვენ ერთ უდაბნოში მოხდეს და უდაბნოში წყალი დანაკარგით მიდის, კვალიც კი არ მოიპოვება, რაოდენ დიდი მდინარეც არ უნდა იყოს. ეს უკვე ამაზეა დამოკიდებული და ამის ერთ-ერთი ყველაზე წამალი ადრეულ პერიოდში ადამიანის ცნობიერების წარმართვა არის, თუნდაც მიჩვევა პასუხისგებლობა მოვალეობისადმი. და ეს მარტო თავისუფალ ნებას ვასწავლით ხოლმე, უფლებებს, უბრალოდ ნებას არ ვასწავლით, უფლებებს ვესაუბრებით დამწყებებს და შემდგომ უცებ გვიან აღმოჩნდებიან, რომ ვინც ამ უფლებებზე ესაუბრებოდა, ისინი შემდგომ მოვალეობათა საკითხებს უყენებენ, თავისადმი მოვალეობებს და არა ზოგადად საზოგადოებისადმი ვალდებულებებს, ან ოჯახისადმი თუ გარშემოყოფთვის. და თავიდანვე თუ კი ჩვენ სწორ კალაპოტში და არა უაზრო ჩარჩოში, სწორ კალაპოტში ადამიანს მივცემთ ეს პასუხისგებლობა ექნება განების განვითარების საფუძველზე, თუნდაც მას ეს არ მიეწოდებოდეს, ის თვითონ მივა ამის ძიებამდე და თუ კი ეს თავიდანვე მისი საზრდო არის, ეს გახდება. სხვა შემთხვევაში უკვე ცხოვრების დინამიკა თუ აჩვენებს, ჩვენ არათუ ერთი წარსული თუ თანამედროვე მოღვაწის მაგალითი ავიხსენოთ, რომ ისინი მეძიებლობით სულით წავიდნენ, მაგრამ ეს მასშტაბის წინაშე საკმაოდ მცირე სტატისტიკა არის და ამიტომ სასურველია, რომ თავიდანვე პიროვნების როგორც საკითხებისადმი ხედვაში პასუხისგებლობით და ინტერესით გაიზარდოს და სწორი კორექტივი მიეწოდოს, რომელსაც ახარება გვია. მამა ლევან, ბუნებრივია თავად ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს სახარების ზუსტი არსი და მნიშვნელობა გაიგოს, თუ არ დაეხმარება ბუნებრივია სულიერი მოძღვარი და არ მოусმენს მას. კონკრეტულად მარკოზის მეცხრე თავთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მე-17-21 თავზე მეცხრე მუხლის, რა შეიძლება თქვა, რა არის მისი მთავარი სათქმელი, როგორ შეიძლება რომ ჩასწდეს ადამიანი მის
ზოგადი ჩვენთვის გადმოვიტანეთ რა კავშირში. ეხლა შემდგომ შევხვდეთ ისევ და აქაც შეიძლება ზოგადი დავინახოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც თაბორის თიდან ჩამოდის, იმიტომ რომ როდესაც წავიკითხავთ, ამ დროს ხდება მოციქულებს 12-ვეს მათ შორის იუდასაც ჰქონდა. სწორედ განკურნების და ეშმაკეულთა დევნის ის და ამ ადამიანის სურვილია, ანუ რწმენა არის, რომ მის შვილს ეშველოს. მართალია მის რწმენა კნინობითია დაბალია, მაგრამ ის ჯერ მოციქულებს მიმართავს და შედეგს რომ ნახავს, ვერ ნახავს, ამიტომ მაცხოვართან მიდის და მაცხოვარი ამიტომ პასუხობს, ნათესავი ურწმუნო შეწუხებული. რადგან მისი რწმენა აუცილებლად მოციქულთა მსახურებაში ჩართული უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, პასუხი მაცხოვრისა მოციქულებს რომ მიმართავს, გამოხატავს იმას, რომ ნებისმიერი ქრისტიანი თუ უდელსახური მხოლოდ ღვთისგან ბოძებულობა მადლმოსილებით არ უნდა დაჭერდეს, არამედ ის ბოძებულია და შემგებებელი რა უნდა შეახვედრო, ეს უნდა წარმოაჩინო, ამიტომ არის მოღვაწეობითი მხარე და მოღვაწეობით მხარეს ქვია ლოცვისა და მარხვისა, ჩვენ ღვთისმშობელი გავიხსენოთ, რომ ღვთისმშობელი ბრმად გამორჩეული ჭურჭელი არ იყო, არამედ მან განიმზადა თავი მოღვაწეობით სახით და შემდგომ სულიწმინდა განსწმენს და ამას უბოძებს და ისათნოვებს, ასევე ჩვენს შემოქმედად უნდა წარმოაჩინოთ, მაგრამ თვით ადამიანი, რომლის გამოც მიზეზი რა ხდება, ხომ, რატომ მისი შვილი და რატომ არა ყველა, არამედ კონკრეტული ადამიანები ღვთისადმი ურწმუნოებით და ღვთისგან თავისი ნების განშორებით ხდებოდნენ ამის მსხვერპლნი და ამიტომ ეუბნება როდემდე ვითმინო თქვენი. ანუ ეს არა საჯაროდ ამ ხელს, არამედ კონკრეტულად მის წინაშე დგას და მოციქულებსაც ასმენინებს, იმიტომ რომ მათთვისაც საცნაური იყოს და მათაც გაითვალისწინონ ეს შედეგი და გულისხმობს. შემდგომ ისევ ზუსტად ამ საკითხს უყენებს, რომ რწამს თუ არა, ანუ მისი რწმენა ღვთისადმი მინდობა გამოხატულია თუ არა და ის აღიარებს თუ თავის უსუსურებას, რწამს შეეწიეს ჩემს უძლურებას და სწორედ ამის მერე ხდება განკურნება. სხვათა გასაგონად ეუბნება რამდენი ხანი არის ის შეპრობილი, რომ ვიღაცას რაღაცა პერიოდი, რაღაცა მომენტი, რაიმე სხვა ფაქტორი არ გონოდა და არამედ ყოველს წინაშე წარმოაჩინა, რომ ის ბავშვობიდან ასე იყო, საკმაოდ ძიმე მდგომარეობა და რაც ნიშნავს უტყვი და მუნჯი. არაძლევდა ნებას ღვთისდიდების მეტყოლებისა, არაძლევდა ნებას ღვთისმეტყველთა შესმენისა. სწორედ ნება წართმეულობა და დღესაც იგივე შეიძლება დავინახოთ სამწუხაროდ ადამიანებს, რომლებსაც იგივე თუნდაც ახალგაზრდა თაობას თავის ნებამიშვებულობით აღარაფრის შეგონება გააზრება უნდათ და სახი განსჯა არა ზოგადად ვამბობ, არამედ აქტიურად ხდება ეს პრობლემა შესმენა დეფიციტი აქვს და შემდგომ უკვირთ რატომ დადგებიან ამა თუ იმ დილემის წინაშე და ამის შემდგომ განკურნავს. რა პროცესი ხდება? ანუ იქ ბრძანება არის ასეთი, რომ ნურღარაში ხვალ, იმიტომ რომ თუ კი ის კვლავ გააგრძელებდა ისეთ უღმერთო ცხოვრებას, მას დაუბრუნდებოდა გვახსოვს ჩვენ შემთხვევა, როდესაც ერთს განკურნავს, წავა და რა ვქნა და цаრიელს პოვებს და სხვა ცხრას თავზე უარეს მოიყვანს და უფრო უარესი დაემართება, ხო? ანუ ბრძანება მისცა ასეთი, რომ აღარ შესულიყო, მაშინ აღარ ეტანჯა და განსვლისას სწორედ რა ხდება? აქ ორი ფაქტორია, როდესაც უსულოდ დაეცემა. ერთი რომ ის ცდილობს ზიანი მიაყენოს და მოკლას ადამიანი, იმიტომ რომ არ სურდა, მაგრამ საღვთო ბრძანებას ვერ გაექცა. მეორე საკითხი, რომ როგორც ჩვენ ნათლისღების დროს ცოდვით მოვხვდებით და ქრისტეში ვიშვებით, აღუდგებით, აი ზუსტად ეს პროცესი მოხდა, წარმოჩინდა, რომ მოკვდა იმ ეშმაკეული მდგომარეობის, ასე ვთქვათ, არ ფიზიკურად არ გარდაცვლა, მაგრამ ცნობიერობდა, რამის გამომხატველი იყო და უფალი არის მისი აღმადგინებელი, ხელს უპყრობს და წამოაყენებს. აი ეს თითოეული წვრილმანი დეტალს თუ კი ადამიანი გულისხმის ყოფით სიღრმით ჩახედავს, უცებ შეიძლება ბევრ რამეში საკუთარი სამყაროსი თუ საკუთარი თავის არეალი დაინახოს და აღიქვას. აი მოციქულებს უჩნდებათ არ შეკითხო, რატომ თავად ვერ მოახერხეს ნეულის განკურნება? აი ზუსტად ეს მოსაგრეობითი, რაც დასაწყისში ვაღნიშნოთ, მოსაგრეობითი მხარე, აი თუნდაც უდელსახური ავიღოთ, ხო? კი ბატონო, უდელსახური, ნებისმიერ უდელსახური ძღვენის გარდაქმნას, ნათლისღებით შობას, მადლით შეწყვილებას, ქორწინებას თუ ნებისმიერ მსახურებას
თანაბრად აღასრულებს, მაგრამ ყოველი მგდოლსახური ვალდებულია, რომ ამ მოწოდებას საფრთხო მოღვაწეობა შეაგებოს. ასევე ყოველი ქრისტიანი, როდესაც ჩვენ მადლით ქრისტეში ვიშვებით, ხო, ნათლისღებით, მადლის პროცესი აღსრულდება ზიარებით, განვიწმინდებით, ხო? შეხვედრის პროცესში, თუნდაც ქრისტეში შეხვედრის პროცესი, რომელსაც ზიარება ქვია, ჩვენი მოღვაწეობითი მხარე უნდა შევაგებოთ და ამაზე ამბობს, რომ სულ ფასონება, სულ ყოფილება არ შეიქმნება, თუ კი ადამიანმა შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგა. აი მთავარი რაც არის ამ ყველაფერში არის ადამიანის რწმენა, რამდენად რწმენით არის აი აქაც იმიტომ მოითხოვს შემხვედრა ნაბიჯს მისი მშობლისგან, კი ბატონო, მეოხებითობის ნაწილს წარმოაჩენს მის თხოვნას, მის სურვილს, ამას ითვალისწინებს, მაგრამ მისგან მოითხოვს ზუსტად რწმენა, შემხვედრ ნაბიჯს, მინდობილობას. რატომ არის ეს თავარი? თუ მინდობილობა ადრესად რწმენა რა გვაქვს, მაშ ვის ვესაუბროთ და თუ ეს რა თქმა უნდა ეს არ გვაქვს, მაშ ვისი მცნებებით გადავიმარხოთ. ამიტომ თავიდანვე ეს გარკვეული რწმენა, მინდობილობა, გააზრება იმისა და შემდგომ მოქმედება, რომ მას მიმართო და შემდგომ მისით იხემძღვანელო იმოღვაწეო. ძალიან დიდი მადლობა მამა ლევან ბრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის და რემშვიდობებით. სიხარულით შევხედროდით აღდგომას, სიხარულით გაგვრულოს ძალისხმევით ეს მართვის პერიოდი. გაიხარით. წმეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.